და ამ დასახლებას რეალურად მოიხდის. დასახლება მიწას მივახეთ. სამხედროები მეუბნებიან არის. Ми продовжуємо виконувати наказ тримати оборону. Забираемся на крыши и даем передовую. Слава Украине! თოვლი და დასავლეთის მსუბუქი ქარი. ეს ისაა, რაც West Wind 2026-ის მონაწილეებს სასროლეთზე დახვდათ. დღეს მსროლელები ნახევრად ავტომატური კარაბინებიდან პრეციზიულ სროლაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ტურნირის სასროლი დისტანციები მორგებულია კონკრეტულ კალიბრებზე და ის 100-დან 450 მეტრამდე მერყეობს. შესაბამისია სამიზნეების დიამეტრიც. მონაწილეებს დღეს 6 სხვადასხვა საფეხურის გავლა მოუწევთ. თითეული საფეხური სხვადასხვა მოუხერხებელი პოზიციიდან 10 გასროლას მოიცავს. სწორედ 60 გასროლის შემდეგ მიღებულმა მაქსიმალურმა ქულამ უნდა გამოავლინოს გამარჯვებული. ტრადიციული ბრიფინგის შემდეგ მონაწილეები ორ ჯგუფად იყოფიან. ჯგუფებმა ორი სხვადასხვა საფეხური პარალელურ რეჟიმში უნდა დაიწყონ. პირველი საფეხური long range. ეს ტურნირის ყველაზე გრძელი დისტანციებია. 100 წამში მონაწილეებმა მწოლელ მდგომარეობაში საერთო ჯამში 4 სამიზნე უნდა დააზიანონ. პირველ და მეორე გონგებს, რომლებიც 300 და 350 მეტრზეა განთავსებული, მათ ორ-ორი ვაზნა უნდა ესროლონ. ხოლო 400 და 450 მეტრზე განთავსებული გონგები სამ-სამჯერ უნდა დააზიანონ. პირველ რიგში რაც უნდა აღვნიშნოთ არის, რომ საკმაოდ სამართლიანი გონგის ზომები იყო და გათვლილიყო იმ ხალხსაც, ვისაც თქვათ განსაკუთრებული ვაზნების საშუალება არ აქვს და შედარებით ნაკლები გადიდების ოპტიკა აქვს და ეგ ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ უფრო მეტმა შეძლო, ასე ვთქვათ, მაგის გამო მონაწილეობის მიღება და ეგ ძალიან დასაფასებელი ამბავი. რაც შეეხება უშუალოდ თვითონ საფეხურს, ანუ იდეაში იყო 4 მანძილზე გონგი, 300-350, 400-450 და ახლო მანძილებზე ორ-ორი მორტყმა უნდა ქონოდა, ორი გასროლის საშუალება ქონდა და 400 და 450-ზე 3-3. და ასე ვთქვათ, თვითონ სავარჯიშო
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, დაგემახსოვრებინა კარგად შენი ვარდნები, დაკლიკვის საშუალებით, თუ შესაბამისი ოპტიკა გქონდა და მასე გაგიარა, ასე ვთქვათ, ეს საფეხური. როგორც აღნიშნე, საკმაოდ სამართლიანი გონგის ზომები იყო, ამით დღეს ხელს გვიწყობს და ჩემ შემთხვევაშიც ნორმალურად ჩაიარა, ასე ვთქვათ, მაგ საფეხურმა. სტაციონარული სასროლები რაც არის სავარჯიშოები, იმით ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ თვითონ იარაღის ბალანსირება, ბალიშის გამოყენება და ასე შემდეგ, ეს მაინც დასახვეწია, იმიტომ რომ მაინც შედარებით ახალი ვარ ამ თემაში და რაც შეეხება ვარჯიშს, აუცილებელი თემა არის, თუ გინდა რომ ცოტა ასე ვთქვათ, უკეთესი შედეგები გქონდეს, თუ გაქვს საშუალება იგივე ლოკაციაზე ივარჯიშო, თლად უკეთესი არის, უბრალოდ რა თქმა უნდა, ეგ დამატებით ძალისხმევას საჭიროებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვარჯიშის გარეშე, გასწორების გარეშე ჩვენც რამდენიმე მოსვლის შემდეგაც კი პატარ-პატარა სხვაობები გქონდა ქარის და ტემპერატურის გამო და აუცილებელია ეგ, როცა 15-10 სანტიმეტრიანი გონგებია ნახევრად ავტომატური იარაღზე, უეჭველი გასათვალისწინებელია ეგ ამბავი. სამწუხაროდ განვითარების ტემპი ზოგადად ნელია ჩვენთან, თუმცა მთავარია რომ ადგილზე არ დგას ეს ყველაფერი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყოველ წელს არ ჩავარდეს და ჩატარდეს და რაც უფრო მეტ ხალხს მიეცემა საშუალება, მით უკეთესი არის. ამ კუთხით გათვალისწინებული უნდა იყოს შედარებით ნაკლები, ასე ვთქვათ, გადდების ოპტიკებიც და ვაზნებიც და ასე შემდეგ. რაც შეეხება სხვაობას, ყველაზე სასიამოვნო ამ განსხვავებულ შეჯიბრებში ის არის, რომ თითეული პრაქტიკული იქნება, დინამიური იქნება თუ პრეციზიული იქნება, თითეული შეჯიბრი გაძლევს თავისებურად უნიკალურ ცოდნას. აქ თუ შენ არსად არ გეჩქარება და რაღაც შედარებით დიდი დროის ლიმიტი გაქვს, ვაზნების დაყოლების საშუალება არ გაქვს და მაქსიმალურად ზუსტად უნდა გაისროლო, ჩვენ პრაქტიკულში შენც იცი და მონაწილე ხარ, კი იცი რომ იქ უკვე სიჩქარეს დიდი როლი, ასე ვთქვათ, ენიჭება. ამიტომ მაგორი რაღაცის შეთავსება სხვათა შორის ჯერ კიდევ მიჭირს, იმიტომ რომ დასაწყისში ყოველთვის მეჩქარება ხოლმე და მე ვიღაცამ უნდა შემოგძახოს ამ გონებაში, უნდა დააწყო ისე, რომ იდეაში დრო გაქვს იმისთვის, რომ დაწყნარდე და მასე გაისროლა. ეგ სხვაობაა, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი ერთმანეთს ავსებს და იმისთვის, რომ სრულყოფილი მსროლელი გახდე მომავალში, საჭიროა რომ ყველანაირ ან სუფთა სპორტულში, ნარევში თუ პრეციზიულში და მით უმეტეს გაზგანში მონაწილეობა მიიღო. თან გაზგანის პლუსი კიდე ის არის, რომ ასე თუ ისე უმეტესობას ER-15-ები აქვთ და შესაბამისად საშუალო ან 16-იანი ნულოებითაც შეუძლია ხალხს მონაწილეობის მიღება, უბრალოდ თქვათ ოპტიკის შეცვლა ჭირდება და უფრო მარტივია ვიდრე წახვიდე და პირდაპირ ძვირიანი იარაღი იყიდო ან რაღაც სხვა გზით წახვიდე, იმიტომ რომ ბიუჯეტი მაინც ასე თუ ისე დღეს საქართველოში გადამწყვეტი არის და მომავალშიც ეგრე იქნება. სანამ მეორე ჯგუფი შორ დისტანციებზე განთავსებულ გონგებზე მუშაობს, პირველი ჯგუფი შედარებით მოკლე, თუმცა უფრო დინამიკურ საფეხურს ასრულებს. მეორე სავარჯიშო ბორბლებზე განთავსებული 5 სხვადასხვა პოზიციიდან უნდა შესრულდეს. მანძილი აქ შედარებით ნაკლები, 275 მეტრია, თუმცა პატარაა დასაზიანებელი გონგების ზომებიც. მარცხენა გონგი 20, ხოლო მარჯვენა 15 სანტიმეტრია. არასტაბილური ცვალებადი პოზიციებიდან სროლა განსაკუთრებით დამწყებ მსროლელებს უჭირთ. ის მონაწილეები კი, ვისაც პრეციზიული სროლის გამოცდილება ჰქონდათ, ამ საფეხურს შედარებით მარტივად უმკლავდებიან. სასროლი ქონდა არ იყო საკმაოდ ისეთი გრძელი მანძილი, თითქოს 275 მეტრი იყო. თუმცა იყო საბურავებიდან სასროლი და საკმაოდ არამყარი პოზიციები იყო. და პირველი პოზიციიდან ვესროდით პირველ გონგს და მერე შემდეგ მეორე გონგს და გონგების ზომებიც იყო 20 სანტიმეტრი და 15 სანტიმეტრი. შემდეგ უკვე გადავდიოდით მეორე პოზიციაზე და იგივე თანმიმდევრობით დიდი გონგი და პატარა გონგი. ესეთი იყო 5 პოზიცია. სირთულეს რაც შეეხება, ჩემ შემთხვევაში მე მიჭირს მაგ პოზიციებიდან სროლა, იმიტომ რომ კარგად ვერ ვასტაბილურებ ჩემ იარაღს და მაგ შემთხვევაში გამოვიყენე ტრიპოდი და ძალიან დამეხმარა ეს ტრიპოდი, უკან ტრიპოდი მეკავა და საკმაოდ კარგი მოხვედრები მქონდა, ესე ვთქვათ, 10-დან 10-ვე მოვარტყე. ბევრად უფრო სტაბილური არის იარაღი, თუმცა მინუსები არის ის, რომ შედარებით უფრო ნელი ხარ გადაადგილებაში, კარგავ დროს. თუმცა ვარჯიში თუ დაუთმე მაგ ტრიპოდის გამოყენებას, საკმაოდ ნორმალური შედეგების დადება შეიძლება. ერთი შეხედვით თოვლიდევს სიცივი არის და თითქოს უნდა შეეშალა ამას ხელი, თუმცა ძალიან სახალისო აღმოჩნდა თოვლში სროლა და ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ პირველად მოგვიწია ესე შეჯიბრის თოვლში ჩატარება და მანძილებს რაც შეეხება, ფიქრობ, რომ ER-ისთვის ძალიან ლოგიკური და ძალიან კარგი მანძილები არის და ასევე გონგის ზომებიც საკმაოდ კარგად არის შერჩეული ამ შეჯიბრზე.
იცოდე შენი ზღვარი, ეს მესამე საფეხურის სახელწოდებაა. მსროლელებს წინა საფეხურისგან განსხვავებით აქ ნახევარი წუთით ნაკლები აქვთ დრო. ძირითადი 4 გონგი 25, 20, 15 და 10 სანტიმეტრია. ყოველი გასროლის შემდეგ გონგების დიამეტრი იკლებს. მეოთხე გონგი კი 10 სანტიმეტრიანია, რაც 150 მეტრზე საკმაოდ რთულად დასაძლევია. ამის შემდეგ კი მსროლელმა 300 მეტრზე განთავსებული 20 სანტიმეტრიანი დადასტურების გონგი უნდა დააზიანოს. სწორედ ეს დისტანციის გაორმაგება და მერე პირვანდელ დისტანციაზე დაბრუნებაა მთავარი გამოწვევა. საერთო ჯამში 90 წამში თითეულმა მონაწილემ 10 გასროლა უნდა მოასწროს. მესამე სეიჯი რა შეეხება ნოვი ორლეანის იწყებოდა 20 სანტიმეტრის გონგით. მეორე ანუ მცირდებოდა და ბოლო გონგი, მეოთხე გონგი, პატარა გონგი იყო 10 სანტიმეტრიანი, რაც საკმაოდ გამოწვევა იყო 150 მეტრისაც. შემდეგ confirmation target-ი მეხუთე 300 მეტრზე, როდესაც 150-დან გადავდიოდით 300 მეტრზე საკმაოდ გათვლა ჭირდებოდა მანძილს და გამოწვევა იყო ერთი აცილება მქონდა ზუსტად მაგ მესამე 300 მეტრზე. რაც შეეხება, რა ვიცი, ანუ წინაშთან შედარებით სასიამოვნო იყო ის, რომ კარგად დალაგებული იყო ის ჩვენი 2-5-46 მეტრისთვის და მორწმუნებით სასიამოვნო იყო გონგის ხმებით გვესმოდა, კარგი იყო. მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს, ესეთი კარგი შანსს რომ გვაძლევს საშუალებას ვისი ემოვნოთ ჩვენი საყვარელი საქმით. უღრმესი მადლობა და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ იქნება და კიდევ ბევრ სიამოვნებას მოგვანიჭებს ეს საქმე მსროლელებს. მეოთხე სავარჯიშო PRS-ის ტრადიციული საფეხური ბარიკადია. ბარიკადზე განთავსებული 5 სხვადასხვა წერტილიდან მსროლელებს 275 მეტრზე განთავსებული 2 გონგი უნდა დაეზიანებინათ. ბარიკადის თითეული საცეცხლე წერტილიდან მონაწილეები მარცხენა შედარებით უფრო დიდი გონგის დაზიანებით იწყებენ, რის შემდეგაც მაგნივ განთავსებულ 15 სანტიმეტრიან გონგზე გადადიან. ამის შემდეგ პოზიციის ცვლილებით ასრულებენ იგივე სავარჯიშოს. ამ შემთხვევაში დრო 90 წამი იყო. მსროლელებს კი 10 გასროლა უნდა მოესწროთ. დანარჩენი სავარჯიშოებისგან უმეტესი სავარჯიშოებისგან იმით განსხვავდება, რომ ამ ბარიკადზე მნიშვნელოვანია სტაბილური პოზიციის შენარჩუნება, სანამ გასროლას მოახდე. ანუ მაგალითისთვის თუ ყარად არ გვაქვს ბაზა დაფიქსირებული, სამიზნე მით უმეტეს გადიდებაში ყოველთვის მიზანთან არ არის გასწორებული. და თუ გასწორებული არ არის, აცდენის შანსი ძალიან მაღალია. ანუ ბარიკადის პირველი რაც გვეხმარება არის საყრდენი პოზიცია, თვითონ როგორ დგავართ, შემდეგ არის ბალიში, რომელიც იარაღს ასტაბილურებს შედარებით და ნუ ერთი ეს ფაქტორია გასათვალისწინებელი, მეორე ის რომ პოზიციის შეცვლის დროს ჩქარა უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, თქვათ უნდა ცოლზე ყავდეს აუცილებლად აყვანილი უსაფრთხოებისთვის, რომ გასროლიდან გასროლამდე რაც ინციდენტი არ მოხდეს და დამახსოვრებული კონდეს რა თქმა უნდა სამიზნეები, რომელ სამიზნეს ვესწრით და რა ბალისტიკური ვარდნა აქვს თვითონ სამიზნეს. ქარის შემთხვევაში ოდნავ ყველაფერი რთულდება, იმიტომ რომ ჩვენც და ბარიკადსაც ნუ ქარი გაქარებს. ეხლა დღეს როგორც ხედავთ, რაღაც 3 მეტრი წამია დაახლოებით და ეს არ არის ისეთი ქარი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეტანა მოგვიწიოს. თუმცა შორტ დისტანციებზე მაინც გვიწევს რაღაც გარკვეული ცვლილებების შეტანა. განსხვავებით bolt action შაშხანებისგან სიზუსტის მაჩვენებელი გაზგანებს როგორც ვთქვით ძალიან დაბალი აქვს. ეხლა ჩვენ შემთხვევაში მოგვიწია უამრავი ცვლილებების შეტანა, თქო გამაგრება წინა ტიპჟირის, რისივერის, რომ ჯგუფების შეკვრა გაგვეკეთებინა. ანუ მცირე ცვლილებაც კი, თქვათ ან რაღაც გაზის სისტემაში რაღაც არათანაბარი მიწოდება, მიმღებებს შორის და ლულის კოლოფს შორის ხოვება, გვაძლევს იმ ხელმძღვანელობას, რომ შორტ დისტანციაზე უბრალოდ შეუძლებელია ისეთ სამიზნების დაზიანება, რაც ამჟამად გვაქვს შეჯიბრზე, გულისხმობ რაღაც 10 სანტიმეტრიანი გონგები და 15 სანტიმეტრიანი გონგები 200 და უფრო დიდ 200 მეტრი და უფრო დიდ
მანძილებზე. ნუ კი, ბოლტთან შედარებით უფრო რთულია, თუმცა მაინც და მნიშვნელოვანია კიდე ზუსტი ტყვიები ვიყიდოთ ეს შეჯიბრისთვის, იმიტომ რომ ნებისმიერი ტყვით, იაფიანი და ბიუჯეტური ტყვით ამ შეჯიბრზე განაპირობებულია, რომ შედეგს ვერ დავდებთ რა. ეს ფაქტორებია ალბათ გაზგანზე გასათვალისწინებელი. მეხუთე სავარჯიშო ეგრეთ წოდებული დადასტურებაა. 215, 235 და 250 მეტრზე 6 გონგია განთავსებული. თითოეულ წერტილზე 2, 15 და 20 სანტიმეტრიანი სამიზნეები. მონაწილე სროლას იწყებს ფეხზე მდგარი პოზიციიდან. იარაღი ხის კოჭაზეა განთავსებული. სროლელი ყველაზე ახლო დისტანციიდან ჯერ დიდ, ხოლო შემდეგ პატარა გონგს აზიანებს. სამივე სამიზნის დაზიანების შემდეგ კი გადადის მწოლელ პოზიციაში. ეგრეთ წოდებული პრონიდან მათ 215 და 250 მეტრზე განთავსებული სამიზნეები თავიდან უნდა დააზიანონ. 10 გასროლისთვის მათ დრო 120 წამი აქვთ. მსროლელების თქმით მსგავს ტურნირებზე მნიშვნელოვანია იარაღის კონფიგურაცია, რომელიც განსხვავდება პრაქტიკული სროლისთვის განკუთვნილი იარაღისგან. ორი ძირითად კრიტერიუმს გამოვყოფდი, ეს არის იარაღის თვითონ წონა, იმიტომ რომ მეტად გვეხმარება სტაბილიზაცია ბალანსირებაში იარაღისა და რა თქმა უნდა ოპტიკური სამიზნე, რომელიც რამოდენიმეჯერ გვიმარტივებს დამიზნების პროცედურას და შესაბამისად შედეგებიც ბევრად უკეთესი არის, ასე ვთქვათ. ძალიან საინტერესო ეტაპი იყო. პირველი საფეხური სასროლი ჰქონდა კოჭადან, ჰქონდა 3 ცალი სამიზნე, 3 პოზიციური სამიზნე, თითო 2 სამიზნით, ასე ვთქვათ. მეტნაკლებად დინამიური იყო, გადატანა გვიწევდა დამიზნების დროს და აუცილებლად საკონტროლო ჰქონდა, შემდეგ მოდიოდა უკვე პრონის პოზიცია და უნდა გაგვეკონტროლებინა მცველი. და შესაბამისად აქ ცოტა გართულებული იყო იმ გაგებით, რომ ერთ-ერთი სამიზნითა ჯგუფი ამოვარდნილი იყო და გვიწევდა ასე ვთქვათ ახლო და შორ მანძილზე მუშაობა. ამ მცირე კალიბრისთვის საკმაოდ ზეგავლენას ახდენს მინიმალური ქარის ცვლილებაც, მაგრამ გამიმართლა ქარი არ იყო და კარგად გავართვი ძალიან თავი. დამწყებებისთვის შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ეხა უკვე ვინც ხშირად ვიღებთ მონაწილეობას ამ პრეციზიულ შეჯიბრებებში, უკვე ეს დინამიურობა მეტნაკლებად ათვისებული გვაქვს და ვართმევთ, ასე ვთქვათ, თავს რა. ტურნირის ბოლო მე-6 სავარჯიშო მიუხედავად მოკლე დისტანციებისა მარტივი არ იყო. მონაწილეებს 5 წერტილი ხის მორზე ჰქონდათ მონიშნული, რაც დაბალი პოზიციიდან სროლას ნიშნავდა. სამიზნე დისტანციები 105 მეტრზე განთავსებული 10 სანტიმეტრიანი გონგი და 162 მეტრზე განთავსებული 15 სანტიმეტრიანი გონგი იყო. მათ თითო პოზიციიდან ორივე სამიზნე უნდა დაეზიანებინათ. Westwind 2026-ის მონაწილეთა ერთი ნაწილისთვის ეს პირველი ამ ტიპის ტურნირი იყო. მათი თქმით გამოცდილებამ ყველა სავარჯიშოზე თანაბრად ითამაშა მთავარი როლი. მიუხედავად იმისა, რომ ახლო მანძილები იყო, სამიზნეც ცოტა პატარა იყო, მაგრამ ერთი შეხედვით მარტივი აღმოჩნდა რთული, იმიტომ რომ პოზიციის მოწყობა გამოდგა საკმაოდ რთული რა. ეგ იყო პირადად მე რაც გამიჭირდა ამ ეტაპზე. ეს რა თქმა უნდა, ჩემთვის რთული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ პირველად ვიღებ საერთოდ ამ კატეგორიაში მონაწილეობას და გარკვეულწილად თამაში დრო დავკარგე. იარაღი თურქული არის, 22 ინჩიანი ლურით არის, საკმაოდ მაღალი ფიჩქარები და კარგი სიზუსტე მაქვს. იარაღი მომყვება, მაგრამ არ მომყვება ჩემი გამოცდილება, რაც შედეგებზე ასე თუ ისე აისახა.
ტაქტიკური სროლა საერთოდ ჩემთვის სულ ახალი ხილი იყო ეს შეიძლება ვთქვა, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამაშიც შეძლეთ დღეს პირველი გამოცდილების მიღება. რამოდენიმე წელია, რაც მე დავაინტერესე ამ სპორტის სამსახეობით. პირველ რიგში მინდა ორგანიზატორებს მოულოცოთ. წარმატებული ღონისძიების ჩატარება ნამდვილად წარმატებულია. ძალიან კარგ საქმეს ემსახურებით ხართ და სამომავლოდაც მრავალ წარმატებებს გისურვებთ. ჩემთვის ეს როგორც აღნიშნეთ, პირველი ღონისძიება იყო, ზოგადად ამ საზოგადოებაში ძალიან ახალი წევრი ვარ, არ შემიძლია რომ არ ავნიშნო ყოველ შემთხვევაში, აი ძალიან კარგ ახალგაზრდებს და კეთილშობილ ხალხს და ჩვენი ქვეყნის საიმედო შვილებს და ახალგაზრდებს ვისწავ და ძალიან ნამაყი ვარ ამით, რომ მე შევუერთდი ამ საზოგადოებას. აქამდე ნახევრად ავტომატური იარაღით მსროლელები პრეციზიული სროლის ფედერაციის მიერ მოწყობილ ტურნირებზე ცალკე დივიზიონში ასპარეზობდნენ. შესაბამისად, მათი დისტანციებზე და სამიზნეებზე უწევდათ სროლა, რომელიც ბოლტიანი შაშხანებისთვის იყო განკუთვნილი. West-Wind 2026 პირველი დამოუკიდებელი ტურნირია საქართველოში, რომელიც უშუალოდ ნახევრად ავტომატური კარაბინებიდან პრეციზიულ სროლაში ტარდება. ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოში სროლის ზუსტი სპორტული სახეობები ეტაპობრივად ვითარდება და იხვეწება. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შეჯიბრი ჩატარდა დღეს. დინამიური რა თქმა უნდა იყო, ნახევრად ავტომატური იარაღით პირველად ჩატარდა პრეციზიული სროლის შეჯიბრი, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ ნახევრად ავტომატური იარაღით გამოდიოდნენ სპორტსმენები. ძალიან კარგი წამოწყებაა, იმიტომ რომ ცოტა რთული არის ნახევრად ავტომატური იარაღის ჩვეულებრივ ის რასაც პიერესში ვიყენებთ, იმათთან შედარება და შეჯიბრება. ამიტომ დღევანდელი შეჯიბრი მე ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი არის. თავარი არის ის, რომ აუცილებლად დასანახი იყო, რაც დღეს ხდებოდა, ეს არის ის განვითარება, რაც ნახევრად ავტომატური იარაღით სპორტსმენებმა განიცადეს, მე ვიტყოდი ბოლო 2 წლის განმავლობაში. კარგი შედეგები იყო დღეს, ამინდიც ხელს უწყობდათ თვითონ შეჯიბრის ორგანიზებაც, სამიზნეებიც და ვფიქრობ, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად დაინტერესდნენ, როგორც ნახევრად ავტომატურით იასპარეზონ PRS-ის შეჯიბრებში, ასევე შეიძინონ ეგრეთ წოდებული bolt action შაშხანები და იმითიც გამოდიოდნენ უკვე PRS-ის შეჯიბრებზე. სალსახად დადებითი შეფასება დღევანდელ შეჯიბრს და ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ შეჯიბრი იყო ძალიან საინტერესო, დინამიურიც და მოხარული ვარ, რომ მივიღე მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან არ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას. ეს ცალკე დისციპლინა არის, ასე ვთქვათ, ნახევრად ავტომატური შაშხანები, იმიტომ რომ აქ კიდეც ცალკე სხვა პრობლემებია, ბევრი ცვლადი არის ზოგადად ამ შაშხანებში თვითონ და სპეციფიური მიდგომა ჭირდება, რომ ვთქვათ, სისტემა გამართო კარგად და ასროლინო ზუსტად და ვთქვათ, დარწმუნებული იყო იმაში, რომ იარაღი არ გიმტყუნებს და რაღაცა შედეგს მიაღწევ, ვთქვათ, რაც შეგიძლია, რომ მსროლელმა მაქსიმალურად მიაღწიო. ასევე ვიტყვი იმას, რომ მე მიხარია, რომ ეს მოძრაობა, ჩვენი მოძრაობა დაწყებული რაღაც დიდი ხნის წინ 2016 წელს შეიძლება ითქვას პრეციზიული სროლის და ზოგადად დინამიური სროლის საქართველოში არ ჩერდება და ვითარდება. შეიძლება ითქვას, რომ პრეციზიული სროლის ფედერაცია გახდა ერთგვარად რაღაც თვითკმარი ორგანიზაცია, როცა უკვე კლუბები ცალკე ატარებენ ამ შეჯიბრებს და სხვადასხვა ადგილებს ვირჩევთ და შეგვიძლია რომ სხვადასხვა მიმართულებებით ჩავატაროთ ეს შეჯიბრები და ძალიან მიხარია რომ ეს მოძრაობა გრძელდება და იმედია რომ კიდევ უფრო განვითარდება, მეტი ხალხი ჩაერთვება, მეტი მონდომებული ადამიანი მოვა და მეტი ადამიანი ისწავლის სროლას და რა ვიცი, აი ეს გართობა თავის დროზე რაც იყო, უკვე რაღაც სერიოზულ საქმეში გადაიზარდა და სრულფასოვან სპორტად ჩამოყალიბდა, რომელიც ჩემი აზრით არა მარტო მხოლოდ სპორტია, ასევე ქვეყნისთვის საჭირო საქმეც არის და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მისასალმებელი და სასიხარულო არის ეგ ამბავი. 6 ეტაპის და 60 გასროლის შემდეგ ქულების დაჯამების დრო მოვიდა. 53 მოხვედრებით მესამე ადგილზე ოთარ კიშინსკი გავიდა. 56 ქულით მეორე ადგილი ლევან გულიკაშვილს ერგო. ხოლო 57 ზუსტი მოხვედრებით West-Wind 2026-ის გამარჯვებული ზურაბ დოლენჯაშვილი გახდა. დღევანდელი ტურნირი 6 საფეხური იყო, თითოში 10 გასროლა, ჯამში 60 გასროლა და ჩემი აზრით ეხლა
გამოცდილების ხარჯზე შესაძლებელი იყო რომ 100%-იანი მოხვედრები გაეკეთებინა ადამიანს. ბუნებრივი პირობები არ იყო რთული ძალიან, ქარი არ გვიშლიდა ძალიან ხელს. და თავისთავად ეხლა რაღაცა ნავარჯიშები უნდა ქონოდა რა, ესე მისულიყავ პირდაპირ და სრულად აგეწყოდა რაღაცა, ისეთ შედეგს ვერ დადებდი რა და უფრო ალბათ ძველი გამოცდილების ხარჯზე მაინც ბევრს კი ვერ ვარჯიშობთ, ვერ ვახერხეთ, მაგრამ მოყვება ეს უკვე რაღაც დაგროვილი ისა და რაღაც ეტაპებზე გეხმარება. თან ეხა იარაღებიდან გამომდინარე რითიც ვისროდით, სამიზნეები შესაბამისად იყო გათვლილი ზომებში და ეგეც თავისებურად დაგვეხმარა რა შედეგის დადებაში. გაზგანში თუ შევადარებთ Volt-Action-ს, რომელიც არის ბევრად მძიმე, ამასთან შედარებით სამაგიეროდ, ბევრად ზუსტი არის უფრო. ცუდი ის არ იყოს, ჩემი აზრით, ცუდი პრაქტიკა არ იყო, როგორც ასეთი ცოტა უფრო ბიუჯეტური ვარჯიშისთვის შვენიერი არის. იგივე რაღაც ნიუანსები აქაც იყო, რაც იქ არის. ერთადერთი უბრალოდ იარაღი კონფიგურაცია და ის ცოტა სხვანაირია და ხელით გადატენო არ გიწევს, უფრო სწრაფია. მაგრამ ბალანსში ცოტა მოიკოჭლებს რა იმასთან შედარებით, ეხლა დაბალანსება ცოტა რთული არის. მაისში საქართველოს პრეციზიულ სროლაში ევროპის პრო სერიას უმასპინძლებს, რაც შეეხება ნახევრად ავტომატურ დივიზიონს. ორგანიზატორების თქმით, დასავლეთის ქარი წელს კიდევ ერთხელ ამჯერად ზაფხულში დაუბერავს.